მთხოვეს, რომ ჩამეწერა ლაივი თელავში მომხდარ ინციდენტზე, სადაც როგორც გახსოვთ, რუსი ტურისტი ქალები იყვნენ სასტუმროს ნომერში, ამავე სასტუმროს რესტორანში მიმდინარეობდა ქორწილი, რომელიც ინციდენტით შეწყდა და ჩაიშალა. ინციდენტი იყო შემდეგი, რომ დასაწყისში რუსმა ქალებმა მოითხოვეს ხმაურის შეწყვეტა, თუ სწორად მახსოვს. მერე რაღაცები გადმოასხეს, აპარატურას დაესხა, მომღერალს დაესხა, სუფრასაც დაესხა, შეურაცხყოფელი სიტყვები გამოიყენეს და ბოლოს, როდესაც ქორწილი ფაქტიურად უკვე ჩაიშალა და მეფე პატარძალს უკვე აღარ ჰქონდათ საქორწილო განწყობა, ესე იგი ნეფის ძმა ავიდა მეორე სართულზე, იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოუვიდა კონფლიქტი ამ რუს ქალებთან და ერთ-ერთ რუსის ქალს მუშტი დაარტყა სახეში და წააქცია. და არის ახლა ამაზე ძალიან დიდი ამბები და მეც ვთხოვეს, რომ შენი აზრი დააფიქსირეო, იმიტომ რომ ძალიან ორად არის გაყოფილი საზოგადოებებს, რომ უნდა დაერტყა და ამაში და ესეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილი იყო სხვაც დაარტყავდა და მეორე მხარე ამბობს, რომ ქალი იყო და მაინც არ უნდა დაერტყა. სხვის ომში სიბრძნე საერთოდ ადვილია და ეხლა მეც როდესაც დავიწყე ლაივის ჩაწერა, მინდა გითხრათ, რომ აქ და ამჟამად ადგილზე ვაპირებ დაკვირვებას და ჩემი პოზიციის გამოხატვას. ესე არ დამიწყია, რომ მე ეხლა ზუსტად ხედავ სად არის თეთრი, სად არის შავი და ეხლა უბრალოდ თქვენ უნდა გაგიზიაროთ. ესეთი ლაივებიც მაქვს ხოლმე, სადაც შედარებით თავდაჯერებით ვსაუბრობ რაიმე საკითხზე, იმიტომ რომ უკვე მაქვს ინსაიტი და ეხლა ასე არ არის. ეხლა პირველი რაც მახსენდება არის რაღაც იგავივით არსებობს ესეთი იურიდიულ სფეროში, ხშირად საუბრობენ ხოლმე და იხსენებენ, იყო ერთი ესე იგი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი, რომელიც აღარ მახსოვს ცხოვრობდა რაღაცა კონტექსტში, სადაც მას ყოველდღე აბულინგებდნენ და დასცინოდნენ და ერთ დღესაც ამ ბულინგის ნიადაგზე აღარ მახსოვს ვიღაცა ცემა თუ სულაც მოკლა. და იყო მერე სასამართლო პროცესი და ყავდა ადვოკატი. და ეს ადვოკატი სასამართლო პროცესის დროს მოიქცა შემდეგნაირად. თუ ვინმე უკეთესად იცით, რა ქვია ამ იგავს, ან სად წერია, ან წყარო, არ დაგეზაროთ და გამომიგზავნეთ. მე ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ წყარო და ავტორობა და ეს სამწუხაროდ არ მახსოვს საიდან არის. ხო და ადვოკატმა აირჩია ასეთი სტრატეგია, რომ პროკურორს მთელი მის სასამართლო პროცესის მანძილზე გამუდმებით ესე იგი ესროდა რაღაცას, ისეც რომ ზიანი არ მიეყენებინა, დასცინოდა, აბულინგებდა, უხეშად მოიხსენიებდა და სასამართლო პროცესის დასასრულ დაახლოებით 3 საათის მერე პროკურორი ადგა და აღარ მახსოვს ჩაარტყა ამ ადვოკატს თუ შეაგინა თუ რაღაც გააკეთა და მე ადვოკატმა დასვა ასეთი კითხვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ 3 საათი ვერ გაუძელით ჩემს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ჩემი დამცველობის ქვეშ ყოფი ადამიანი მთელი ცხოვრება ითმენდა ბულინგს, დაცინვას და შეურაცხყოფას და ერთხელაც ვეღარ მოითმინაო. ასე დაიცვა მან თავისი დაცვის ქვეშ ყოფი. ამიტომაც თანაც ჩვენ ვართ ადამიანები. კანონმა და წესრიგმა თავისი უნდა შეასრულოს და პასუხისმგებლობები ჩვენ უნდა დაგვიკისროს თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, იმ ქცევებზე, რასაც ჩავიდენთ. და მეორეს მხრივ, არავინ არ არის დაზღვეული, ვინც გნებავთ ის იყოს. არავინ არ თქვას, რომ მასში არ არის ეს რეაქტიული ძალა მოცემული. ყველას აქვს თავისი საზღვარი, ყველა ადამიანს და ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ქვეშ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება საზღვარი გადაკვეთოს და ჩაიდინოს ძალადობა. ცალსახად ახლა ქალზე მუშტის დარტყმა არის ძალადობა, ფიზიკური ხასიათის ძალადობა და მეორეს მხრივ ასევე ძალადობა არის იმ ქალების მიერ მიყენებული შეურაცხყოფა, დაცინვა თუ ნებისმიერი სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია ქორწილის ჩაშლა. ანუ აქ ორივე მხარე არის ძალადობის ველში და თუ დააკვირდებით, აი პირობითად ჩხუბი როდესაც ხდება ადამიანებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა, როგორც წესი მტყუნდება ხოლმე ის, ვინც დაიწყო. ანუ კანონის მხრიდან რო გადავხედოთ რა, კანონიერად ასე რომ ვინც წამოიწყო ეს ყველაფერი, ის არის ხოლმე ასე ვთქვათ ძირითადი დანაშაულის მატარებელი, იმიტომ დაწყება ითვლება პრობლემად. შესაბამისად, ახლა ამ ქალებმა საათების მანძილზე როგორც მივხვდი
არ გაჩერდნენ და განაგრძეს ქორწილის ჩაშლა. ძალიან საინტერესოა სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიცია და აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში ზოგადად ძალიან ძიმე მდგომარეობაა კანონის მხრივ რუსების მიმართ, იმიტომ რომ რუსები არც ავტობუსში ჯარიმდებიან, იმიტომ რომ თურმე ჩვენი მოქალაქეები არ არიან და ამიტომაც ვაიმე როგორ დავაჯარიმებთ. დადიან ბასლაინებზე თავიანთი რუსული ნომრებით, არ უკეთიათ ღვედი, გასწრებენ ისე რომ საერთოდ ფეხებზე კიდიათ ავარია მოხდება თუ არა, ყველამ უნდა დაუთმოს გზა და ესენიც ვერ ჯარიმდებიან, ისევ იმიტომ რომ თურმე საქართველოს მოქალაქე არ არის და აბა როგორ დავაჯარიმოთ. და უამრავ ასეთ პრივილეგიას ფლობენ. ასევე იყო შემთხვევები, რომ გაქირავდა სახლები თბილისში εν რაოდენობით რუსი რომ შემოაწყდა, რომ კარების საკეტები შეცვალეს და სხედან იმ ბინებში და აღარ გამოდიან და ასე შემდეგ. ანუ მათ კანონის მიმართ პატივისცემა საერთოდ არ აქვს. საეჭვოა რომ ეს სასტუმროს ადმინისტრაციაც ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ეს კულტურული განსხვავება არსებობს ჩვენსა და რუსებს შორის, ალბათ ისე ჩაერია, როგორც ჩაერეოდა, რომ ქართველები ყოფილიყვნენ ესენი და მეტნაკლებად ქართველები იგებენ ხოლმე ასეთ ჩარევებს. ყოველ შემთხვევაში აშკარად კულტურული განსხვავება აქ არის და იმათ როგორც ჩანს საკმარისად დიდი, ასე ვთქვათ, ზეწოლა ვერ განახორციელეს რუსებზე, რომ მათ შეეგნოთ, რომ ამ საქციელს მოყვებოდა რაიმე კანონიერი პასუხი. როგორც ჩანს ეს ვერ განახორციელეს, იმიტომ რომ იქ მე როგორც ვიცი 10 და 15 წუთი არ ხდებოდა ეს ამბავი მიდიოდა დროში. და კი მათ დაიწყეს ეს პროვოკაციული ქმედება, როგორც ვიცი გაიჟღერა ფრაზამ, რომ ამ ოთახში მე ვარ უფროსი და აქ რუსულად უნდა ისაუბრო, ესეთი რამეც უთხრეს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს რესპუბლიკაში დამპყრობლებმა, რომელსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიის 25%. და დახოცილი ყავთ ქართველები სულ ცოტა ხნის წინ და ახლაც გამუდმებით ხან მოცოცავენ და ხან სოფლებს იკავებენ და საფლავებზე ვერ გადიან ქართველები, რომ თავიანთი არ ვიცი ოჯახის წევრების საფლავზე მივიდნენ და ასე შემდეგ. ანუ რა ჩამოთვლის იმას თუ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს რა დაუშავა საუკუნეების მანძილზე. წარმოუდგენელია, ეგ რო ჩამოვთვალო, ალბათ 24 საათი უნდა ვილაპარაკო გაუჩერებლივ. რომ ყველაფერი თქვა შევა არც მეყოს ეგ დრო. და შესაბამისად აქ იკვეთება ესეთი სიტუაცია. ერთი მხარე არის, რომ ვინ დაიწყო ეს ყველაფერი და ცალსახად რუსებმა დაიწყეს. მერე არის, რომ სასტუმროს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციამ რა გააკეთა და როგორც ვერც ჩვენი პოლიცია და ვერც ჩვენი სადამსჯელო სხვა სტრუქტურები ვერაფერს აკეთებენ, ვერც იმათ ვერაფერი გააკეთეს, როგორც ჩანს, რომ გაეჩერებინათ. აელაგმათ ეს ძალადობა. ეს ძალიან დიდი ძალადობა არის, რაც რუსებმა განახორციელეს. სხვათა შორის ფიზიკური ძალადობა არის ძალადობის მარტივი ფორმა, იმიტომ რომ შავით თეთრზე ჩანს მოძალადე მხარე, ასაკეთებს როგორ აკეთებს და მსხვერპლი როგორ ზიანდება, ძალიან თვალნათლივ. და მეორე მხრივ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ძალიან მაღალი ფორმა არის ძალადობისა, ესე ადვილად არ ჩანს. და ყოველთვის შეიძლება მისი გამართლება და ასე შემდეგ. და ფიზიკურ ძალადობაზე მეტად აზიანებს ფსიქოლოგიური ძალადობა. უბრალოდ მისი ასე ვთქვათ გამოჭერა ასე კანონიერ ფარგლებში ძალიან რთულია ხოლმე, მაგრამ მე ხა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვხედავ, რომ იქ მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ამ ქორწილის სტუმრებზე და თვითონ ნეფე პატარძალზე. გასაკვირია ჩემთვის, რომ ზარალის ანაზღაურებაზე არავინ საუბრობს. ხო ფაქტია. საუბრობენ, რომ მოძალადე მხარე იყო თუ არა ეს ქართველი ბიჭი, რომელსაც დაარტყა. კი, რა თქმა უნდა, იყო ძალადობრივი ქცევა, რაც გააკეთა და აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. არც მგონია, რომ ის ამას გაურბოდეს. ალბათ თვითონაც ხედავს, რომ პასუხისმგებლობა აქ დასაკისრებელია. თუმცა მეორეს მხრივ ეს არ არის ის არ იყო ძალადობის ინიციატორი, ის არ იყო ვინც პირველმა გადადგა ძალადობრივი ნაბიჯი, არამედ უპასუხა ძალადობას რეაქტიულად, კი ბატონო, თავშეუკავებლად, მეორეს მხრივ იყო ნასვამი. ანუ ბევრი ფაქტორია აქ გასათვალისწინებელი და ახლა ასე თქვა, რომ ეს ბიჭი ცალსახად მოძალადეა, ძალიან რთულია. და ძალიან ალბათ არასწორი იქნება ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც თან ნასვამია, თან ზეწოლის ქვეშ არის 2-3 საათი, პლუს იქ რო ადის და კიდე ეუბნებიან, რომ ჩემ ტერიტორიაზე ხარ და რუსულად ისაუბრე და ასე შემდეგ, ბევრი ფაქტორი არის. საერთოდ არსებობს ესეთი მუხლი კანონში, როგორც ვიცი, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ხო? ფაქტია, რომ ეს არსებობს. ამაზე მიდის ხოლმე გამოძიება. და არაერთი გამოძიება დაწყებულა და აღძრულა ამ მუხლით. ესე იგი, რა გამოვიდა, რომ ადამიანმა თვითზიანი თუ მიიყენა,
არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იქ იყო ვიღაც ფსიქოლოგიურად მოძალადე ადამიანი გვერდით, ვინც ის აქამდე მიიყვანა. ასევე ფიზიკურ ძალადობამდე მიიყვანაც არსებობს. რომ სხვა ადამიანის მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენოს პირმა, რომელიც მიიყვანეს ამ ზომამდე რა და ამას დაჭირდა რა თქმა უნდა დრო, ძალიან დიდი ესე იგი პასიური, აგრესიული თუ აქტიური აგრესიული ფსიქოლოგიური ზეწოლა და რაღაცა საზღვარი და ხაზი ყველას აქვს, სადაც თავშეკავება დაიკარგება და გადაილახება. ამიტომაც კი ბატონო, ძალადობრივი აქტი ჩადენილია, გინდა ასე იყოს, გინდა ისე იყოს. და ამას პასუხისგებლობა მოყვება, თუმცა ძალიან გასაკვირია ჩემთვის, რომ არ ხდება ამ რუსი ქალების დეპორტაცია საქართველოდან, არ ხდება მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მუხლის წაყენება და ამ ხრივ პასუხისგებლობის დაკისრება და არავინ არ საუბრობს, რომ ზარალი უნდა აანაზღაურონ. იმიტომ რომ მათ ჩაშალეს ქორწილი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირი დაჯდა და მარტო თანხას რო თავი გავანებოთ, ფაქტიურად ახალ შექმნილ ოჯახს ჩაუშხამეს ზეიმი, რომ ისინი დაქორწინდნენ, ხო? ძალიან დიდი ზეწოლა და უდიდესი ძალადობა არის მათზე. იქ რაღაც აპარატურა გაფუჭდა, თვითონ სასტუმროს სახელი შეელახა. ბევრი რამ ზიანი მოიტანეს და ამ ზიანზე არავინ საუბრობს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ევროპის ან ამერიკის რომელიმე ქვეყანაში რო იყოთ ევროპაში. ჩაშალოთ იქ ქორწილი და იყოთ ამავე ქვეყნის ოკუპანტი. ესე იგი, როგორი დეპორტაცია გაქვთ, იცი? აი მე წარმომიდგენია ასე, რომ გიჟის ხალათს ესე შემოახვევენ ამ ადამიანს, ხელებს აუკრავენ ესე თეთრ ხალათში და გამოუშვებენ პირველივე რეისით ბადრაკთან ერთად და სამუდამო დეპორტაცია ექნება იმ ქვეყნიდან, რომ იქ ვეღარ შეადგას ფეხი, იმიტომ რომ ეს დებოშია ფაქტიურად, რაც ამათ მოაწყვეს. ასევე საინტერესო და სახასიათო ეს არის სასაუბრო იმ თემაზე, რომ საქართველოში არის ფემინისტური ძალები, რომლებიც ძალიან გმობენ ხოლმე ძალადობას და ეს აბსოლუტურად მართალი და სწორი პოზიციაა მათი მხრიდან, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული არის ქალებზე ძალადობა, ეხლა უფრო გავრცელებულია ვიდრე ადრე. აი ხო ამბობენ რომ ფემინიზმი რად გვინდა, საქართველოში ქალის უფლებები ყოველთვის დაცული იყო, ბლა ბლა. და მე-12 საუკუნეში ითქვა, რომ ლეკვილომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია. კი ბატონო, მე-12 საუკუნეში ითქვა ნამდვილად. და მე ვიცი, რომ ძველ საუკუნეებში სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი რელატიურია. მართლაც ქალთა უფლებები საქართველოში უფრო დაცული იყო და უფრო წინ იყო წამოწეული. ადრე ასე იყო. კი ბატონო, მაგრამ დღეს ასე არ არის სამწუხაროდ და ნამდვილად არის ძალადობრივი კონტაქტი ქალებსა და კაცებს შორის და ფემინისტური ძალაც ამიტომ გაძლიერდა. ეს არის პასუხი. და მეორე მხრივ ფემინისტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ დაგმო ის მამაკაცი, რომელმაც რუსებს ხელი დაარტყა. ფაქტია ეს. ანუ მათ აქ ორი რამ ჩანს. ერთი ის, რომ მათ არ დაუკარგავთ საღი აზრი, რომ არის სიტუაციები, სადაც შავ-თეთრი აზროვნება არ გამოდგება და ასე მარტივი პოზიცია არ არის. კი, დასაკისრებელია, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა იმის მიმართ, ვინც ხელი აღმართა ქალზე და მეორე მხრივ, აქეთ მხარესაც დასაკისრებელია პასუხისგებლობა და სად არის ეს პასუხისგებლობა, მე ვერ ვხედავ. ანუ საუბარი იმაზე, რომ აქეთკენ არის მსხვერპლი, არის არასწორი. აქ არ არის მსხვერპლი მოცემული. არც იქით მხარეს არ შეიძლება თქვა, რომ მსხვერპლი იყო და ფსიქოლოგიურად რო იძალადეს, აი არ დაერტყა, მაშინ მსხვერპლი იქნებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ დაარტყა, ანუ პასუხი გასცა რა და რაღაცნაირად გათანაბრდა სიტუაცია ძალადობრივად, ხო? ვერ გათანაბრდა, იმიტომ რომ აქეთ რუსეთია, რომელიც მთელს მსოფლიოს ეძალადება. არა მხოლოდ ქართველებს და ჩვენ, აი ზოგადად მოძალადეობრივი ქვეყანა არის, ხო, შეჭრილია ზღვის ტერიტორიაზე. იქ რო შეჭრილია, თან იმათ აბრალებს, რომ ეს იმათი ბრალია, რომ მე შევიჭერი, გამაღიზიანეს. ეს არის წმინდა ძალადობრივი ტექსტი. რომ აი ქალმა გამაღიზიანა და ამიტომ დავარტყი, ხო? ეს საუბრობენ ხოლმე მოძალადეები და ამიტომ ქალის ბრალია, იმან გამაღიზიანა. ხო და ესენი ოკუპანტები არიან, ჩვენ ქვეყანაში არიან შემოსულები და რამდენიმე საათის მანძილზე ფსიქოლოგიურად ზეწოლას ახდენდნენ ქართველებზე იქ ადგილზე და შემდეგ კი მოხდა ძალადობრივი აქტი, რომელზეც უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ ამისი ძახილი ხა რომ ეს ქალები მსხვერპლები იყვნენ, საწყლები და ეს როგორი მოძალადე კაცი იყო, რომ ესეთი რამ ჩაიდინა, ეს აქ ასე ვთქვათ ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან. და თან გასათვალისწინებელია, რომ საერთოდ კონტექსტი, ფონი და
background ინგლისურად რო გითხათ, ძალიან ზემოქმედებს ადამიანებზე. ადამიანი სამწუხაროდ არც ისეთი ძლიერია თავის თავში და დამოუკიდებელი, რომ ეს ფონი და ასე ვთქვათ, გარემო აბსოლუტურად დააიგნოროს და იყოს მოწყვეტილი. ეს ვერც მოხდება ეს. ანუ ეს დარტყმა არ იყო მხოლოდ კონკრეტულად იქ და იმჟამად იმ წამს რაც ხდებოდა, იმაზე პასუხი. ეს დარტყმა არის რეაქტიული გამოვლინება იმისა, რომ აქ შენ ოკუპანტი ხარ, იქ პრავას აკაჩავებ, იქ თავს გვესხმი, ხოცავ, გვეძალადები უკვე საუკუნეების მანძილზე, ჩვენი დამონება გინდა, ჩვენი ენის გაქრობა გინდოდა, იდენტობის გაქრობა გინდოდა, ერთმორწმუნე რო ხარ ცხვირში გვატენი და თან ძალადობ ყველა მხრივ და ტანკების კურთხევა გაქიქა. იქ რაღაცა ქართველები ყავს ნაწამები დახვრეტილი, გადასახლებული, ნუ რაღაცა სასწაულები გაქვს გაკეთებული რა. და ამ ფონზე ახლა კიდე ქორწილს მიშლი და საქართველოში ხარ და მეუნები რომ შენ ოთახში რუსულად უნდა ვისაუბროთ. ბევრია, იცით? აი მე ქალი ვარ, ფსიქოთერაპევტი ვარ და თავს ვერ დავდებ, რომ ასეთ სიტუაციაში ხელს არ გავიქნევდი. ადამიანურად რო შევხედოთ, ძალიან ძნელია, ძალიან. ეს ადამიანი იქ რო ყოფილიყო ასეთ სიტუაციაში და ხელი არ გაექნია, თანაც ნასვამზე, როდესაც ცნობილია, რომ კონტროლი ეცემა ძირს, ხო? ალბათ ბუდა იქნებოდა და მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ყოლია ბუდა. მაგრამ ეს ბუდა არ არის, უბრალოდ ადამიანია, ერთ-ერთი ადამიანი ჩვენგანი. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, მაგრამ ესე ცალსახად იმის ძახილი, რომ ეს კაცი არის მოძალადე, არის დიდი შეცდომა. იმიტომ რომ კიდევ ვიტყვი, რომ რაღაცა სიტუაციაში და პირობებში, აი ხა კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ძალადობას თავის სახელი აუცილებლად უნდა ერქვას, რომ დარტყმა ძალადობაა, გინება ძალადობაა, შეურაცხყოფის მიყენება, ბულინგი, ეს ყველაფერი ძალადობაა, სახელი უნდა ერქვას. მაგრამ იმაზე თავის დადება, რომ რაღაცა კონტექსტში და სიტუაციაში ძალადობრივ აქტს პირობითად მე და თქვენ არ ჩავიდენთ და აი ის არის მარტო მოძალადე, ხო, ეს ძალიან ესეთი გულუბრყვილო და ბავშვური მიდგომა არის. გააჩნია სიტუაციას, კონტექსტს და იქამდე როგორ ცხოვრობდი და რა მაქვს გამოვლილი. აი ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტობრივად. ეხლა ძალიან ადვილია მაგალითად იმის ლაპარაკი, რომ ჰიტლერმა რო დახოცა ხალხი საკონცენტრაციო ბანაკებში საშინელი ფორმით და ნუ არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედია რო დაატრიალა. მარტო არ იყო ჰიტლერი, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ხომ ის მონაწილეობდა ამ იმაში. არც ვიცი რა დავარქვა, ეს უკვე არც ძალადობა, არც ტრაგედია, ამის მიღმაა, ხო მართალია, რაც იქ მოხდა და ძალიან ადვილია ეხათ ფიქრი, რომ ჩვენ ამას არ ვიზავდით. მე ამას როგორ ვიზავდი, ღმერთო ჩემო. ეს ხო ცხადია, რომ ქალების, ბავშვების, კაცების ესე დახოცვა და მათგან საპნის გაკეთება და ასე შემდეგ, ეს ხო წარმოუდგენელია. ნახე როგორ ავარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ეხა ყველა ვინც მისმენთ, ასევე ფიქრობთ. მაგრამ რაღაცა მოხდა იქ. ნუ თუ იმ ხელა გერმანიაში, იმ მილიონობით ადამიანში, რა ცოტა აღმოჩნდნენ ესეთები, ხო? აი სრული უმრავლესობა 90% აიყოლია და ახოცინა ეს ხალხი. ესე იგი, არც ისეთი სანდოა ეს, რომ მე ახლა ფხიზელი ვარ. მე თუ არ ვიზრუნე იმაზე, რომ ფხიზელი დავრჩე და თითოეულმა ჩვენგანმა თუ არ იზრუნა სიფხიზლეზე, ეს ზომბირების, ასე ვთქვათ, საფრთხე და საშიშროება სულ არის. ამაზე იუნგიც საუბრობს, რომ არსებობს რაღაც არქეტიპი, რომელიც შეიწოვს ხოლმე ადამიანების ფსიქიკას რაღაცნაირად. და საიდან ჩანს ახლა რომ შეწოვის საფრთხე დადგა და არქეტიპმა განიწოვა, ასე ვთქვათ. არქეტიპი მხოლოდ კეთილი არ არის. არსებობს აი ესეთი დესტრუქციული არქეტიპები, ხო, როგორც ჰიტლერში გამოვლინდა აშკარად. და ახლა რა ხდება აქ? როდესაც ადამიანს ყოყმანი და ეჭვი ეკარგება, არა და ყველას გვინდა, ხო მართალია, ხო გინდათ რომ 100%-ით იყოთ რამეში დარწმუნებული და 100%-ით ენდობოდეთ ვიღაცას და აი თვალდახუჭული რომ იყო, ხო სასიამოვნოა. იმიტომ არის სასიამოვნო, რომ ბავშვობაში ასე ვიყავით, თითქმის ასე ვიყავით მშობლებთან და კაი კომფორტია ეს. დედას ეხა თვალდახუჭული ვენდობოდით, ხო ბავშვობაში. და კარგია, კომფორტულია, მაგრამ ეგ არის ბავშვობა. და თუ დასრულობაში ამ ადამიანის მოთხოვნილებაზე დაჯდა რაიმე, რომ აბა მოდი თვალდახუჭული გამომყევი და 100%-ით მომენდე და ეჭვი და რაღაცა ყოყმანი ნუღარ გექნება, აი მანდ არის უკვე საფრთხე, რომ ნიადაგი მომზადდა, რომ ეს ადამიანი ზომბად გადაიქცეს, რაც არ უნდა სიკეთის სახელით იყოს. თქვენ წარმოიდგინეთ, დარწმუნებული ვარ და იქნება ამაზე წყაროები, რომ ჰიტლერი ალბათ დარწმუნებული იყო, რომ სიკეთეს აკეთებდა, მჯერა მე, რომ ესე იქნებოდა. იმიტომ რომ არასოდეს არ იტყვის
ბოროტება, რომ მე ბოროტების სახელით ქმედებ, ამას არ იტყვიან რა, იტყვიან, რომ აი ჩვენ სიკეთე გვინდა, გერმანია უნდა გადავარჩინოთ, ეს ებრაელები ეშმაკის მოციქულები იყვნენ თუ არ ვიცი ქრისტე ჯვარს აცვეს თუ რაღაცა საშინელება ჩაიდინეს და ეგენი ადამიანები არ არიან, ამიტომაც უნდა დავხოცოთ, ნახე რა მიდის აქ დემონიზება მიდის ამ ხარის და ჩვენ მართლები და კარგები ვართ და ჩვენ თუ ეს არ ვქენთ ესენი დაგხოცავენ, ნახე რა კარგი პოზიცია არის დაჭერილი. და ეს ისე ითქვა როგორც ჩანს და იქ ისეთი ნიადაგი მომზადდა რომ ესენი 100%-ით აყვნენ ამ თემას. ხო და ასეთივე საშიშროება თითოეულ ადამიანს უდგას ზოგადად. და ეხლა თუ გამოიცნობთ საითმი მყავს რა, ის ფაქტი რომ ადამიანი ზოგჯერ არასწორად იქცევა, ან მუშტს არასწორად გაიქნევს, ან რაღაცა შეცდომას დაუშვებს, იქ რაღაცა გადაცდომას გააკეთებს და ასე ვთქვათ სრულყოფილი არ არის. აი ზუსტად მანდ ჩანს რომ ის არ არის ფაშისტი და ის არ არის გაზომბირებული 100%-ით რაღაცაზე გამობღაუჭებული და სადღაცა რაღაც არქეტიპში გაწოვილი არსება. იმიტომ რომ მასში ჯერ კიდე არის ნახეთ შავი მხარეც და თეთრი მხარეც და ეს კარგია. ადამიანებს გონიათ რომ თეთრი მხარისკენ უნდა გადავიდნენ და შავი მოიცილონ და გადააგდონ. ამას რომ მოიცილებ და გადააგდეთ, მე მოდის განცდა რომ სრულყოფილი ხარ და ეგ არის ფაშიზმი. მე სრულყოფილი ვარ. შენ არა ხარ სრულყოფილი, ეხლავე დაგხოცავთ. რახან არა ხარ სრულყოფილები. მოდი მოვიშოროთ ეს არასრულყოფილი ხალხი და მხოლოდ ჩემსავით სრულყოფილი და 100%-ით თეთრი ხალხი დავტოვოთ რა. აი ესე გამოიყურება ფაშიზმი და ის ფაქტი რომ ადამიანი ცუდად მოიქცა. კი, ცუდად მოიქცა, მოდი დავაკისროთ პასუხისგებლობა, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რომ ამ ცუდ საქციელში ჩანს რომ ადამიანია. ამ ცუდ საქციელში ჩანს რომ არ არის სრულყოფილი და მე იმედი მაქვს, არ ვიცი ხა ამ ადამიანის რეაქცია როგორი იყო, რომ ის იღებს პასუხისგებლობას იმაზე, რომ ცუდად მოიქცა და იმის იმედიც მაქვს მეორეს მხრივ, რომ ჩვენ დანარჩენი ადამიანები ვხედავთ, რომ ეს ადამიანია და მას ჰქონდა რაღაცა ზღვარი, რომელიც გადაილახა. და აქეთ ამ მხარეს არის მოძალადე. აქეთ ამ მხარეს არ არის მსხვერპლი ქალი, რომელიც გახდა, არ ვიცი, რაღაცა ამ მამაკაცის მაგალითად წარსული გამოცდილებიდან ამოზრდილი ძალადობრივი ქცევის მსხვერპლი, რაც ხშირია. როგორც წესი ასე გამოიყურება, ხო, ეს რო თქვი, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში რაც არის, ძირითადად ესე გამოიყურება. ეს კაცი ბავშვობაში გაიზარდა ძალადობრივ გარემოში. მან გადაწყვიტა, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა. და ასევე ჩაყვა კომპლექსები და შიშები, რომ შეიძლება, არ ვიცი, იმდენი რამ არის საქართველოში ეგრე, აი მაგალითად ეკლესია ძალიან გამუდმებით ქადაგებს, რომ ქალი თუ არ დაემორჩილა ქმარს, ეს ქმარი კაცი აღარ არის, ბლა ბლა. ესე საუბრობენ და ეს ჩაისვა ეხლა ამ მოძალადე მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ადრე ბავშვობაში, რომ თუ არ დაჩაგრა თავისი ცოლი, ესე იგი თვითონ არის დაჩაგრული და თვითონ არის არაკაცი. და ამ ბრძანებით გაუცნობიერებლად მოქმედებს. და ამ შემთხვევაში ვიღებთ კლასიკურ მოძალადესა და მსხვერპლს, სადაც მოძალადე უბრალოდ ასე ვთქვათ, ასე ფუნქციონირებს, ძალადობრივად ცხოვრობს და მსხვერპლიც აქვეა. და მსხვერპლს კიდე ასევე მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი, მანაც ნახა ძალადობა და ასე შემდეგ და მიეჩვია. რაღაცნაირად მისთვის ეს გახდა ასატანი, ოკეი, მისაღები. ასევე ხათაშორის ახლა ძალიან სიღრმისეული ფსიქოლოგიური დასკვნა რო გითხრათ, აქ შეიძლება ასეც არის, რომ მე ასე ვიცი ცხოვრება. მე ბავშვობიდან მასწავლეს როგორ ვიცხოვრო ძალადობრივ გარემოში და არა ძალადობრივში არ ვიცი როგორ ვიცხოვრო და მეშინია. და ასე წარმოიქმნება ეს წყვილი, მოძალადე და მსხვერპლი, რომელიც ანდამატივით იზიდავენ ერთმანეთს და ძალიან რთულია ხოლმე მაგ სიტუაციიდან, ასე ვთქვათ, რეგულირება და გამოსვლა. და მინდა გითხრათ, რომ ფსიქოთერაპიაში არ არის ერთადერთ გამოსავლად დანახული მათი განშორება. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, რომ ეს ძალადობრივი წყვილი მოძალადებს მსხვერპლის შესაძლოა ერთდროულად გამოვიდნენ მდგომარეობიდან და მათ შორის შეწყდეს ძალადობა და ეს არანაკლებ, ასე ვთქვათ, დადებით შედეგად ითვლება, ვიდრე ის, რომ მოძალადე მოვიშოროთ ეხლა თავიდან და მსხვერპლი დავიცვათ. რა თქმა უნდა, ეს არის ხშირი გამოსავალი, იმიტომ რომ ძალადობის ფორმებსაც გააჩნია, ხანდახან მსხვერპლს სიცოცხლეზე ემუქრება პირდაპირ ეს ძალადობა და ეს ისეთი საზღვარია, რისი გადაკვეთიდანაც უკან გზა არ არსებობს და ამიტომ ფემინისტებიც
ასე ვთქვათ, წესით სამართალდამცავები სამწუხაროდ არ არის მთლად ესე, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებთან მოხდა ძალიან სამარცხვინო შემთხვევა მათთვის. მათ მაღალჩინოსანი ყავდათ, რომელიც მეუღლეზე ძალადობდა და მეუღლე რეკავდა პოლიციაში და პოლიცია არ მოდიოდა. ეს არის ნეპოტიზმის კლასიკა, ხო? მათ ეშინოდათ, რომ პასუხისგებაში მიეცათ საკუთარი უფროსი. ანუ ჩვენ ახლა ვართ პირველ ყოფილ თემურ წყობილებაში. კანონი კი არ არის აქ ახლა მთავარი და სამართალი კი არ არის უზენაესი. უზენაესი არის ის ურთიერთობები, რაც ამ ადამიანებს ერთმანეთში აქვთ. და ეს სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალადობა იყო სახეზე და ადამიანი, ასე ვთქვათ, რამდენიმე საათის მანძილზე, მგონი მთელი ღამის მანძილზე იხვეწებოდა პოლიციაში რეკავდა, რომ დამეხმარეთ და ისინი არ მიდიოდნენ, ხო? ამიტომაც ყველა სამართალდამცავზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ნამდვილი გულწრფელი სამართალდამცავი, რა თქმა უნდა, ძალადობის სიტუაციის დროს სასწრაფოდ განარიდებს მსხვერპლს მოძალადისგან, რომ დაიცვას ის. ეს არის ჩვეულებრივი კანონიერი ქმედება. ხო და აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ლაივი ამ თემაზე, რაც თელავში მოხდა. ვიტყვი ესეთ რამეს, მოკლედ რომ შევაჯამო. ერთი ის, რომ აქ არ არის მოძალადე მსხვერპლის კლასიკური სიტუაცია მოცემული. პირიქით ძალადობრივი მხარე არის რუსული მხარე, სადაც რაღაცა ხანგრძლივი დროის მანძილზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელზეც კანონიერი რეაგირება რატომღაც არ მოხდა. და აქ პარალელი შემიძლია გავავლო, რომ რუსებს ვერ ვაჯარიმებთ ავტობუსებში და ვერ ვაჯარიმებთ პარკირების იმაზე და ვერ გადაგვყავს პარკინგზე, თუ ნახეთ, რომ არასწორად არის პარკირებული და რატომღაც ვერ ვაჯარიმებთ თვითონ მანქანის ნომრებს, რომელსაც ხედავთ, რომ წითელზე გაიარა ან ბასლაინზე გადა, ვერ შვებით ამას. ხო, ფაქტია ეს. აი ამას გავს ძალიან, რომ იქაც დაიწყეს რუსებმა ფსიქოლოგიური ძალადობა და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, მაშინ როცა სითხეებს ასხავდნენ, უკვე ფიზიკურზე გადავიდნენ და გააფუჭეს აპარატურა, გააფუჭეს სუფრა, ჩაშალეს ქორწილი, ეს ფიზიკური ძალადობა. და ვინაიდან და რადგანაც კანონმა არ მოახდინა არანაირი, არ ვიცი, რეაგირება, არც პოლიცია მოსულა იქ დროულად, არც სასტუმროს დაცვა ჩარეულა, მე საერთოდ ვერ ვნახე ასეთი რამ. და მეორე მხრივ, ეხლა ნახეთ როგორი სიტუაციაა. თუ მე ახლა მაქვს ესეთი რაღაც ველური გარემო და ჯუნგლებში ვარ და არ ვიცი, თავს დამესხა ვიღაცა ხალხი და მოკლას მიპირებენ ან შეურაცხყოფას მაყენებენ და ასე შემდეგ, ალბათ სრული უფლება მაქვს, რომ მე თვითონ დავიცვა ჩემი თავი. აბა ეხლა მე ჯუნგლებში პოლიციას ვერ გამოვიძახებ აშკარად, პოლიცია არ არის. დაცვა არ არის, არავინ არ მეხმარება და რა გავაკეთო? დავდგე ესე და ვთქვა, რომ აი მე მსხვერპლი ვარ, სამაგეროდ კანონის წინაშე მართალი ვიქნები. ასეთი სიტუაცია წარმოგიდგენიათ? მე ვერ წარმომიდგენია. მე მგონია, რომ ჯუნგლის მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩნდება ადამიანი, ის თავს დაიცავს. და რაღაცა ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს კაცი. იმიტომ რომ არც პოლიცია მისულა იქა, არც სასტუმროს დაცვამ არ დაიცვა. კაციშვილი არ აღმოჩნდა, რომ აელაგმა რუსების ღია ძალადობა, რომელიც ხანგრძლივად გაგრძელდა. და შესაბამისად ადგა ეს კაცი და თვითონ დაიცვა ფიზიკურად თავის თავი. რა თქმა უნდა, გადაამეტა, იმიტომ რომ ალბათ ამ ქალების გაჩერებას თლად მუშტი არ ესაჭიროებოდა, მაგრამ მაინც ადეკვატურია ის, რაც გააკეთა იმ გაგებით, რომ რახან არავინ მიცავს მე, როდესაც მსხვერპლის მდგომარეობაში მაყენებენ. არც პოლიცია მოდის, არც დაცვა მოდის, სასტუმროს ფეხებზე ვკიდი ვარ. არ ვიცი, ხალხი საქართველოში სამწუხაროდ სხვის ჭირზე ღობეს ჩხირიო ამბობენ და არ ერევიან და ეს გონიათ ძალიან მაგარი საქციელი. ხალხიც როგორც ჩანს ინერტულად სეირს უყურებდნენ, რომ აბა რა მოხდება ახლა ამათ შორის, სამწუხაროდ. და დარჩა ეს ადამიანი მარტო გასამკლავებლად ძალადობის წინაშე და ადგა და გაიქნია ეგ მუშტი. თან ფხიზელიც არ იყო. ეს ყველაფერი არის შემავსუბუქებელი გარემოება, აფექტის მდგომარეობა და კონტექსტი, რაშიც მოიქცა, არის ძალიან შემავსუბუქებელი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისროს, მაგრამ ეხლა ნახეთ რა სიტუაციაა. ფემინისტებზე ხო გითხარით, რომ ამბობენ, რომ ეს არ არის კლასიკური ძალადობა, ანუ ხედავენ რა რეალობას. და ხარს უჭერენ ამ კაცს. წარმოიდგინეთ, რა პარადოქსულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რამხელა ის უნდა მოხდეს შეურაცხყოფის მოყენება, რომ ფემინისტი ქალი დავდგე და ვიძახო, რომ კაცმა, რომელსაც მუშტი ქალს დაარტყა, არ იყო მოძალადე. აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ეგრეა. ხედავენ ამას, რომ ეს მოძალადე ბუნების კი არ არის, თავდაცვა გადაამეტა ადამიანმა, ეს იყო.
და მეორე მხრივ ხედავთ მთავრობას, რომელმაც ქალი ციხეში ჩასვა, იმიტომ რომ პოლიციას თუ ვიღაცა მათ დამქაშს, ესე ვიტყვი, ჩვენი მთავრობის დამქაშს სილა გაარტყა. ახლა სილა გაარტყა. ხო და ამ კაცს თურმე მიადგა უდიდესი ზიანი, იქ მტკივაო იძახო და მასე გამოვიდა, რა ქვია, სასამართლო პროცესზე და მე მტკივილი მომადგა, განვიცადეო ძალიან დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილიო და ქალი ციხეში გაუშვეს ამის გამო, ქართველი ქალი, რომელიც სილა გაარტყა პოლიციელს, ხო? და ეს რუსი ქალები, რომლებმაც ჩაშალეს ქორწილი, მოაწყეს დებოში, გადაასხეს რაღაცები, გააფუჭეს აპარატურა, ესენი მე დარწმუნებული ვარ, რომ ციხეში არ არიან. გააქვთ ინფორმაცია ამაზე? ზის რომელიმე მათგანი ციხეში, ან დეპორტაცია აქვს, ან აკრძალვა საქართველოში შემოსვლაზე, ან ფულადი ანაზღაურება თუ დაეკისრათ, არა. და გამოდიან ქართული ოცნების და მთავრობის ხარდამჭერი, არ ვიცი, ტელევიზიები თუ პირები და ამბობენ, რომ ქალზე ძალადობა მოხდა, ღმერთო ეს რა საშინელება მოხდა და ეს კაცი სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ. აი ესეთ ორმაგ სტანდარტებში ვცხოვრობთ ჩვენ. და ესეთი ძნელია აქ რეალობის აღქმა. მე შევეცადე ახლა ჩემი პოზიცია მეთქვა. არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს პოზიცია 100%-ით მართალია, მეც ადამიანი ვარ, ერთი ადამიანი ვარ თან. თუმცა, როგორ გითხრათ, არის სიტუაციები, სადაც ცალსახად მექნებოდა ძალიან მკაფიო პოზიცია, იმიტომ რომ ერთი შეხედვით ქალს კაცმა მუშტი დაარტყა. მაგრამ ეს არის კონტექსტის გარეშე. და კონტექსტს როდესაც ვაკვირდები, ხედავ, რომ არის ძალის გადამეტება და არა კლასიკური ძალადობა და ეს მინდოდა რომ დამეფიქსირებინა რა. მადლობა ვინც მომისმინეთ და თქვენი აზრიც მაინტერესებს, გამიზიარეთ. და ასევე ზოგადად იმისაც რომ ადამიანი რაღაც სიტუაციებში იყოს წონასწორობაში, კონკრეტულად იმ სიტუაციაში ვერაფერს ვეღარ იზავ. იმ სიტუაციაში რასაც აკეთებ, ის არის. მორჩა უკვე. და სამაგეროდ შესაძლებელია წინასწარ ემზადო, რომ შეძლო მეტი და მეტი წონასწორობის მოპოვება და ესეთი გადამეტებული ქცევა არ გაგივარდეს. რადგანაც იმ კაცს ზუსტად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ჩვენ ყველამ გულში ვიცით, რომ უმრავლესობამ ადამიანებისა, რომ ტკივილის მიყენება, ფიზიკური ზეწოლა და ასე შემდეგ არის არც ისე ჰუმანური ქცევა, ხო? და ჩვენ ალბათ თითოეულ ჩვენგანს, ვისაც ყოველ შემთხვევაში აინტერესებს ეს ჰუმანიზმი, გვინდა რომ შეგვეძლოს ესეთი იმპულსების შეკავება, რომელიც ჩვენში არის. რაღაც დოზით არის და რაღაც სიტუაციებში აუცილებელიც კი არის. მაგრამ შესაძლოა მანდ მაგ სიტუაციაში უბრალოდ გადამეტებაზეა საუბარი, თორე საზღვარი რო დასაცავი იყო იქ და ეს რუსის ქალები რო გასაჩერებლები იყვნენ რაიმე ფორმით, ამაზე დავა არ არსებობს, ორი აზრი არ არის. აუცილებლად იყვნენ იქ გასაჩერებლებიც, პასუხისგებლობაში მისაცემიც და საზღვარი იყო დასაცავი, იმიტომ საზღვარი მათ ძალიან მწარედ დაარღვიეს, ძალადობრივად. უბრალოდ გადამეტება მოხდა აქეთა მხარეს, ძალის გადამეტება საზღვრის დაცვის დროს. ეს არის სულ. და კი, ბრაზი გვჭირდება, კი, ფიზიკური ძალადობაც არის სიტუაციები, სადაც გარდაუვალია და აუცილებელია, მაგრამ აი წინასწარ ხდება მზადება იმისთვის, რომ ადეკვატური იყო და არა, აი გადავამეტე, ან პირიქით გადავამეტე კი არა, საჭირო იყო და ვერ გავაკეთე, ხო? იმ წუთში რაც იყო ეგ არის. და ახლა მზადება როგორ ხდება? მზადება ხდება დღეს, მშვიდობის დროს, როდესაც მე დავჯდები და ვიკვლევ ჩემს ფსიქიკას, ჩემს სამყაროს, ჩემს საზღვრებს ვაკვირდები, ვაშენებ ამ საზღვრებს, როგორც ჩემს შიგნით, ისე ჩემს გარეთ ვასხივებ ამ პიროვნულ საზღვრებს. და ნახეთ, ძალიან დიდი ძალა აქვს, თუნდაც კი ბატონო, ჰუმანიზმი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, 100%-ით ნაია. მადლობა ამ კომენტარისთვის. და ჩვენ, ესე იგი, გვაქვს სხვადასხვა ხელსაწყოები ამის გასაკეთებლად. და ძირითადად ეხა მე რასაც დავკვირვები ვარ და ადრე ერთი წიგნი მირჩიეს, აწყოს ძალა, ეკჰარტ ტოლე თუ არ ვცდები. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ერთი საინტერესო კომენტარი მოვისმინე ამ წიგნზე, რომ ამ წიგნში ერთი თავი, მხოლოდ ერთი თავი, მაინც ეძღვნებაო სხეულებრივ შეგრძნებებს, მაინც. იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები როცა ვემზადებით ამა თუ იმ სირთულისთვის, ცხოვრებისთვის, ბრძოლისთვის, ამისთვის, იმისთვის, ვივითარებთ ხოლმე ან გონებას, ანუ ანალიტიკას და აზროვნების უნარს და ან არის მეორე მხარე, რომელიც ივითარებს ხოლმე სხეულს და იშვიათად ორივეს.
მაგალითად, სპორტსმენები უფრო სხეულს ივითარებენ და ინტელექტუალები უფრო ინტელექტს. და ხანდახან ახლა სხეულში ჯანსაღი სულია როა ნათქვამი, ხო, მაგასაც ვიღაცა აღწევს და ეს кейსიც არის, მაგრამ რას არ ივითარებს არავინ, იცით? ემოციურ ინტელექტს. არა და დღეს უკვე აღიარებულია, რომ ემოციური ინტელექტი ჯაბნის ლოგიკურ ინტელექტს, ეგრეთ წოდებულ IQ-ს. კანონი როცა შევითია და რაღაცის შიშით კომპრომისებზე წასვლა, სადამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა. ზუსტად ამაშია საქმე. და რაღაცაერთ მოქალაქის ვალიც არის, რომ კანონის შერჩევითობას რო შენიშნავს, ჩაერიოს აქ, არ ვიცი, აქციებით, არ ვიცი, ხმის მიცემით, კანონის ისევ გამოყენებით, აღადგინოს კანონიერება და თანასწორობა კანონის წინაშე. და ასევე აღსანიშნავია, რომ კანონი არ არის უზენაესი. მე ადრეს უმქონდა ამაზე პროტესტი და ერთ ძალიან მაღალი რანგის იურისტს ვესაუბრე და იმან მითხრა, რომ ძალიან არასწორი ნათქვამია, რომ კანონი უზენაესია, არასწორად ასწავლიან ამას. სამართალი არის უზენაესი და კანონიც ემსახურება მე სამართალს. ან არ ემსახურება, თუ არ ემსახურება შესაძლებელია. ხო, და ეკჰარტ ტოლეს წიგნში ხო ერთი თავი ეძღვნება ემოციურ ინტელექტს, ანუ შეგრძნებებს და სხეულის აი ასე წაკითხვას. და მე გაგიკეთეთ ცხადგრძნობების დღიური, ახლა გაჩვენებთ. სადაც ყველა თავი ეძღვნება ზუსტად აი ამას. თვითრეფლექსიას, არა ინტელექტის, ან მხოლოდ სხეულის განვითარების გზით. არამედ დაკვირვებას საკუთარ ემოციურ ინტელექტზე და ემოციურ მდგომარეობაზე. იმიტომ რომ ემოციურ მდგომარეობას ახასიათებს ორი უკიდურესობა. ერთი ის, რომ გათიშულია, აი ესეთი სავარჯიშოებია. დიდი დღიურია საკმაოდ, ზაფხულში შეგიძლიათ დასხდეთ და ერთი თვე მაინც დაჭირდება ამის შევსებას. ხო და იმას ვამბობდი, რომ ემოციურ მხარეს ადამიანისას ახასიათებს ასეთი პარადოქსი. ან ჩახსნილია ემოციები საერთოდ და ადამიანი ვერაფერს გრძნობს ხოლმე და ან ემოციური აფეთქება ხდება. დისბალანსი წევს ეს. და აქაც ემოციური აფეთქების დროს მე ადამიანი იტყოს, რომ ნახე რა დღეში მაქვს ეს ნერვები, სასწრაფოდ ჩავახშობ და ისევ ჩახშობისკენ მიდის. არა და გასაღები აქაც, რომ უკეთესად გახდეს, არის არა ჩახშობა და არც ამოფრქვევა. არამედ აი ესე მშვიდ და წყნარ მდგომარეობაში ემოციების შეგრძნება, ჩემივე გადაწყვეტილებით. და აი ამაში დაგეხმარებოდათ, ვინც შეიძინეთ, დარწმუნებული ვარ უკვე. ინსაიტების მომტანი აღმოჩნდა ეს დღიური თქვენთვის და ვისაც ჯერ არ შეგიძენიათ, ეხლა იყიდება და დაბეჭდილი აი ესეთი ფერადი ვერსია ღირს 100 ლარი, 100 ლარი გიჯდებათ და რეალურად თვითრეფლექსიის 12 თავი არის მოცემული პლუს ვარჯიშები და ეს დაუბეჭდავი PDF ვერსია, რომელსაც გამოგიგზავნით, გაგიზიარებთ ლინკით 50 ლარი ღირს, მე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გინდა დაბეჭდოთ და გინდა უბრალოდ გამოიყენოთ, ხო? ინტელექტუალური ადამიანი ვარ, მაგრამ ემოციამ ჯაბნის ზოგჯერ მინდა სწავლა. კი, ბუნებრივია. ანუ როგორც გავიზარდეთ რა ტექნიკითაც აღვიზარდეთ, იქ ასეა, ინტელექტი შეიძლება კიდე განავითარონ, ან ფიზიკურობა, მაგალითად ვარჯიშით, მაგრამ ემოციური ინტელექტის დაბალანსებას არ ასწავლიან ხოლმე ადამიანს და ის რაც უყურადღებოთ არის დარჩენილი, ფსიქოლოგიის პირველი წესია და რაც გაუცნობიერებლად არის დარჩენილი, გმართავს ისე რომ ვერც ვიგებთ. და ამიტომ ადამიანები ხშირად ესეთი გაუცნობიერებელი რეაქტიული ემოციებით იმართებიან. და აი ზუსტად ეგ кейსი იყო იქ, როცა ეს ბიჭი გამოვარდა და მუშტი დაარტყა. ემოციამ მართა ის და შეიწოვა მთლიანად. ეს არის ზუსტად აფექტის მდგომარეობა. რაც არც ისე სახარბიელო მდგომარეობა მინდა გითხრათ, უბრალოდ ადამიანურია, ხდება ეს. აქ არ ვიცი თუ შენიშნეთ წეღან გვერდებს რომ გაჩვენებდით. მე აქ დაამჟამად გრძნობ ბუნდოვანებას მეთქი, ესეთი ფრაზა მიწერია, ანუ გრძნობ ბუნდოვანებას 2 წერტილი ამაზე, ამაზე. ხო და ამაზე მინდოდა ახლა აქცენტი დამესვა. იმიტომ რომ ამ საკითხზე მაინც გრძნობ ბუნდოვანებას. 100%-ით ნათელს მე იქ ვერ ხედავ. კი, რაც შემეძლო კაფიოდ გადმოვეცი ჩემი აზრი და ეს ჩემი აზრია და ვეთანხმები, რა თქმა უნდა. პოზიცია ასეთი მაქვს და მეორე მხრივ რაღაც ბუნდოვანებას ვგრძნობ.
ეს ბუნდოვანება ძალიან საჭირო და საინტერესო გრძნობაა. და მე უბრალოდ აქედან გამომდინარე უკვე კარგად მავარჯიშეს ამ ყველაფერზე საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში და არა მხოლოდ მათ, მაგრამ ძირითადად მათ. ოკეი ვარ და ჩემთვის მისაღებია, რომ რაღაც დოზით განვიცდი ბუნდოვანებას. და ეს ძალიან დიდი ინსაიტი იყო, როდესაც მივხვდი ამას. ჩვენ მიდრეკილები ვართ, რომ უმრავლესობა რომ გავაკაფიოთ და ნათელი მოვფინოთ მთლიანად და ყველაფერი ბუნდოვანება ჩაიხსნას და გაქრეს, მაგრამ ეგ ვერ მოხერხდება. და ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ინსაიტი, მაგრამ დღიურში არის, ზუსტად ეს, რომ მე ვიცოდე რაში ვგრძნობ თავს ბუნდოვნად. აი რაში ვხედავ ბუნდოვანებას და რა არ არის ჩემთვის ნათელი და მკაფიო, ეს უდიდესი ცოდნაა ადამიანისთვის, ემოციური ინტელექტის კუთხით. მოკლედ, საინტერესო დღეს გისურვებთ და ვისაც გაინტერესებთ ამ დღიურზე უფრო მეტი ინფორმაცია, შეგიძლიათ მომწეროთ პირად მესიჯში და ყველაფერში გადარკვათ. ლამაზი დღე!